იყვნენ. დიდი მადლობა ნათია აბრამია იყო პირდაპირ ეთერში. ახლა კიდევ ბოლოს სამების ტაძარი, რომლის მშენებლობის დასასრული რევოლუციური წლისთავის საზეიმო ღონისძიებების სიაში ცენტრალური იყო. Grandiosul მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ამ მშენებლობის ერთ-ერთი ადმინისტრატორი დღეს დაკავებულია, აქტიური მხარდამჭერი კი გადაყენებული. მშენებლობაში დახარჯულ თანხას ზუსტად ვერავინ ასახელებს და ტაძართან დაკავშირებულ ამ და სხვა თემებზე საუბარს ბევრი მკრეხელობათაც მიიჩნევს. რისი სიმბოლო გახდება საუკუნის მშენებლობა? ნინია კაკაბაძე ტაძრის საზეიმო გახსნას დაესწრო. 23 ნოემბერს, დიდი ნოემბრის ვარდების რევოლუციის დღეს და გიორგობას კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი შეემატა სამების ტაძრის კურთხევის დღე, რომლის გახსნის საზეიმო ცერემონიალი დილის 9 საათზე დაიწყო. ფიდრეს ქალბატონი გარეთ დახმარებას ითხოვდა ძლიერი ქარის მიუხედავად სამების ტაძრის ეზოში მოწვეული საპატიო წევრები წითელ ხალიჩას დინჯად გადიოდნენ. მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა. როგორია მისი მოკლე ისტორია? იდეა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის აგებასთან დაკავშირებით თავიდანვე გააჩნდა მის უწმინდესობას 80-იან წლებში. მას ეს ასე ვთქვათ გამოცხადებით ეუწყა, ხოლო უშუალო კონკრეტული ნაბიჯი 88 წელს გადაიდგა. ამის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ტაძრის მშენებლობა ძალიან ნელი ტემპით მიიწევდა წინ. აქტიური მშენებლობა მხოლოდ 2000 წელს დაიწყო. ყველაფერი ეს მოგვარდა 2000 წელს, როდესაც ამ ტაძარს მართლაც მოევლინა გარკვეულად პაროლათაც მოევლინა ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც აქტიურად სრულყო ამ ტაძრის დაფინანსება და ამ ტაძრის აგების ასვათ წინაპირობა შექმნა კიდევაც. მთლიანად კომპლექსი 12 ეკლესიისგან შედგება. მთავარი სამების საკათედრო ტაძარი, რომლის სიმაღლე ფუნდამენტიდან ჯვრამდე 100 მეტრი და 17 სანტიმეტრია, თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ძვირფასი ქვით ნაშენი. შემოტანილი ნებისმიერ ქვას არის უძვირფასესი ქვები. საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ზოგიერთი ძვირფას ქვათა ჯიშიც კი გადის, იგივე თქვათ აი თქვა საკურთხევლელი ხო ეს ბერძნული ქვისაგანაა გაკეთებული, ფანტასტიკური ეს თქვა მარმარილოა და აი ესეთი ეს მომენტიც არის, რომ თქვა წარმოდგენილია შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიოს ასე თქვა სიმდიდრეცაა გარკვეულწილად წარმოდგენილი ამ ტაძარში. მისი გრანდიოზულობა და ფეშენებელურობა თვალში შორიდანაც მოგხვდება. მშენებლობაზე დახარჯული თანხის ზუსტ რაოდენობას ვერავინ ასახელებს. საინტერესოა ისიც, რომ ხელოვნებათმცოდნეები თუ არქიტექტორები თავს იკავებენ საჯაროდ ტაძრის პროფესიონალური შეფასებისგან. თუმცა პირად საუბრებში მათი უმეტესობა უკმაყოფილებას გამოხატავს. თავშად სიდიადეს ჩაენაცვლება დიდი ზომები და შეიძლება მანია გრანდიოზაც არის განიდების მანია. გარდა ლანდშაფტისა, რომელშიც ახალი ტაძარი დაიდგა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომელშიც ეს ახალი გრანდიოზული და ფეშენებელური კომპლექსი აშენდა. გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ, აშკარა შეუსაბამობაში მოდის მასთან. მილიონობით ესე იგი ადამიანი არის გაჭიროებაში და დღეს ხდება ესეთი მნიშვნელოვანი რაღაც 60 მილიონიანი თქვათ პროექტი კეთდება. მე ვფიქრობ, რომ ესეც მიუთითებს ჩვენ წარსულზე. აი იმ წარსულზე, რომელიც ჩვენთვის არის, თქვათ, ეს კომუნისტური წარსული, რომ გრანდიოზომანია, რაღაცა უშველებელი რაღაც. მე ვიტყოდი, რომ რაღაც ეს სტალინის კლასიციზმს მომაგონებს. სახსრები თითქმის ყველა ახალი ტაძრისთვის, რომელიც უკანასკნელ წლებში აშენდა, უმეტესწილად იმ გზით არის მოპოვებული, რომელსაც ბიბლიაში მერვე მცნება პირდაპირ კრძალავს, მაგრამ როგორც ჩანს, ქართული ეკლესია ამას გაგებით ეკიდება.
ეკლესიური პირები აცხადებენ ამას, რომ თქო ეს ღვთისნებით კეთდება და ძალიან საინტერესოა მაგალითად, როდესაც ამბობენ, რომ მათ გონი, როდესაც ეს ბიზნესმენები ჩვენ ფულს გვაძლევენო, მათ გონია თუ ისინი ცხონდებიანო, მაგრამ ეს მიგრი კი არ არის, ეკლესია დარჩება და ისინი არ ცხონდებს. იგი რკო ტყუილსაც აქვს აქ ადგილი. მასიური მშენებლობები საქართველოში მაშინ დაიწყო, როდესაც საუკუნეების მანძილზე ნაგები ტაძრები იშლებოდა. საუკუნის მშენებლობაც სწორედ ამ პერიოდში იწყება. თუმცა შესაძლებელია აქაც თავისი ლოგიკური ახსნა მოინახოს. კომუნისტები იწყებდნენ შეიძლება ითქვა ტოტალური ნგრევით ამ ეკლესიის და ბოლო წლებში ესე ვთქვათ დაიწყეს აშენება. და თავს მომოვიტყვებ და ვთქვათ პირდაპირ რომ ვაღიაროთ რომ ეს არის შევარდნაძის და მისი ადმინისტრაციის აშენებული. შევარდნაძის ხელისუფლება სამების მშენებლობით სწორედ მაშინ დაინტერესდა, როდესაც ბზარები მის ძალაუფლებას გაუჩნდა. ძალაუფლების კრიზისის ფონზე და მის შესანარჩუნებლად მას გრანდიოზული იდეაც დასჭირდა. დღეს ეს იდეა საზეიმოდ გადაიბარა სააკაშვილის ხელისუფლებამ. სამების გახსნა ერთი შეხედვით რევოლუციის წლისთავის და ახალი ხელისუფლების ძლიერების ერთ-ერთი სიმბოლოც გახდა. ამ საზეიმო დღეებში თითქმის არავის გახსენებია საქართველოსთვის საკრალური მნიშვნელობის მცხეთის ჯვრის მონასტერი. ის განადგურების პირასაა. ჩვენი გვაქვს ქვის პრობლემა და არა არქიტექტურის სიმტკიცის. ანუ თავარი რაც უნდა გაკეთდეს არის იმ მეთოდოლოგიის ვთქვათ მოფიქრება და განხორციელება, რომელიც იქნება ქვის შლის წინააღმდეგ მიმართული. თანხას ჯვრის გადასარჩენად საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყოფენ. ეს ჯერჯერობით გეგმებია. ჯვრის მსგავსად იშლება სხვა უამრავი უძველესი ეკლესია. ძალიან თემა არის, ხო, მწვავე თემა რა არის ტრადიცია, ხო? ტრადიციას სჭირდება განახლება. ტრადიციას სჭირდება რესტავრაცია. ხო მართალია? ტრადიცია თუ მას თავს მიანებებდა არაფერს, ასე ვთქვათ, არ განაახლებ, ის დაინგრევა და წაიშლება და რა დაგვრჩება ჩვენ, ვთქვათ, მე-20 საუკუნეს ძალიან საინტერესო ნაგებობები, ხო? ალბათ დადგება დრო საქართველოში, როდესაც როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები და ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები მიხვდებიან, რომ საუკუნეების წინათ ნაგები ტაძრები იმ ტრადიციის და კულტურის ნაწილია, რომელსაც ამ ბოლო დროს ასე ხშირად ხმამაღლა და ყალბად მოიხსენიებენ. ეს იყო ნინია კაკაბაძის მიმოხილვა და ბოლოს კითხვები, რომლის პასუხებს გადაცემა